მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიჭირავს ხელში. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება გაკონტროლების საქმესთან დაკავშირებით, გადახდის უნარიანობასთან დაკავშირებით, კომპანია CMC-ის სარჩელზე, იმაზე, რაც პროკავშირებმა შესაძლებელი შეიტანა, საბოლოო ჯამში ის, რასაც ვამბობდი, დადასტურდა, რომ პროკავშირი როგორც აღიარებული კრედიტორად არ მიიღებდა ზიანს, თუ დაიწყებოდა გადახდის, ესე ვთქვათ, გადახდის უნარობის საქმე. პირდაპირ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ კომპანიამ ვერ დაადასტურა და ვერ გამოასწორა ეს ხარვეზი. პირიქით მიუთითა, რომ გარდა უშუალოდ კომპანიის მიერ დასაქმებულებისა, სხვა აქტივებსაც და ის აქტივები კიდე სხვა ადამიანებს ასაქმებენ, რომ მათაც არ მიადგებოდათ ზიანი და საბოლოო ჯამში ჩვენ შედეგად მივიღეთ რა, რომ მოსამართლე წერს, რატომ ესეთი ტიპის კომპანია არ იწყებს რეაბილიტაციის რეჟიმს. რეაბილიტაციის რეჟიმი, რასაც ნიშნავს, ეს უკვე თქვენთვის ცნობილია და ფაქტი ერთია, რომ ბოლოში ჩანაწერი, რომ 5 დღის ვადაში მათ შეუძლიათ კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს, მოუწოდებ კომპანიას, რომ გასაჩივრების მაგივრად კონკრეტულად სამხრივ კომისიაზე რა შედეგებითაც, რა მოწოდებითაც მიდის და წინადადებითაც პროკავშირი იმ წინადადებებს ჩაუღრმავდეს და საბოლოო ჯამში ის დავალიანება, რომელიც მას აქვს თანამშრომელთან მიმართებაში, კრედიტორი როგორც პროკავშირი აღიარებული, ამ გადაწყვეტილებებზე იფიქროს. აი ამას მოსდევს უკვე ის ბანკებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომლისთვისაც ჩვენ უკვე ხელფეხი გვეხსნება, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება გვიჭირავს ხელში. ურჩევ კომპანიას, რომ არ გაასაჩივროს, იმიტომ რომ იმ გასაჩივრებულსაც მოუგებს პროკავშირები და ჯობია გონს მოიგოს და იმ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც სასარგებლო იქნება დასაქმებულებისთვის, 3500-ზე მეტი დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებით პროკავშირი. დიდი მადლობა.